დავით ცინდელიანი ცოდვა არ გაახარებს ნაცებს. კოდერს რომ არ აბარებდა ჩემი მამიდაშვილია დავით ცინდელიანი. კოდერს რომ არ აბარებდა ზღვაში შეიყვანეს და ჩააღწეს, ნუ იღებთ ხმას. დამიბრუნდი შვილო, შენ დანაშაული არაფერი არ გაქვს, მინ გაგწირა. გაგწირაზე შვილო, ჩვენი ოჯახი ამოწყვეტაზე გაწყდა ჩვენი წინსვლა, ჩვენი ბედნიერება იმ დღიდან რაც შენ დაგეკარგე შვილო. ნივის მარკის ავტომანქანას, რომელშიც სხვა მეტყევე რეინჯერებთან ერთად დავით ცინდელიანი და მამამისი ზაურ ცინდელიანი ისხდნენ, ხუთის თანამშრომლები დახვდნენ და მეტყევე რეინჯერი გაიტაცეს. გზაში გეგმა შეიცვალა და ცინდელიანი თბილისის ნაცვლად ბათუმში ჩაიყვანეს, სადაც კუდის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას გადასცეს. რომან შამათავამ ცინდელიანი ჩასვა ნავში, აუხვია თვალები და აფხაზეთის კუდის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად ზღვაში დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე გავიდა. შემდეგ ცინდელიანი თავის არეში საკონტროლო გასტროლით მოკლა. ცხედარს სხეულზე თოკით ბეტონნარევი რკინის ღუზა მოაბა და ზღვაში გადააგდო. აიყვანეს გემზე, დახვრიტეს, ზღვაში ჩააგდეს. ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადეს, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად. ღმერთს მივანდობ, ღმერთს ვეუბნებოდი არ გამიშვა ამ ქვეყნიდან, ასე რომ სააკაშვილის სიმწარე არ მანახოს.